სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არს ღმერთი. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასწრო თქვენ და სრულიად საქართველო. ამინ. დღევანდელ დღეს დანო და ძმანო ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ აღესრულება დღესასწაული ხსენება საკვირველთმოქმედისა წმინდისა ნიკოლოზისა, საოცარი ადამიანისა, საოცარი კაცისა, საოცარი წმინდანისა. მე ყოველთვის მაკვირვებდა ერთი რამ, როდესაც წმინდანის ამ წმინდანის ცხოვრებას უყურებდი, რომ ჩვენ უამრავი წმინდანთა დასით არის შევსებული უამრავი მოღვაწე. მათ შორის ვიღაცა თავისი ასკეტური მოღვაწეობით, მათ შორის განათლდნენ როგორც თქვათ რაღაცა უამრავი სვეტები და ბურჯები მართლმადიდებლობისა, რომლის ხსენება იცით თქვენ, ასე რომ ყოველთვის ზეპირად რო გახსოვდეთ, ძალიან ბევრი ხსენება იცით, ეხლა ნუ ყველა ქართველმა იცის მაგალითად გიორგობა როდის არის, ნიკოლოზობა როდის არის, ეს ათეისტურ ხანაშიც ასე იყო. როდესაც ადამიანები არ დადიოდნენ ეკლესიაში, ყველა მიცოდა გიორგობა, ყველა მიცოდა ნიკოლოზობა. მაგრამ სადმე წმინდა ნიკოლოზის დაწერილი წიგნი თუ წაგიკითხავთ, არ არის ასეთი. სადმე თუ წაგიკითხავთ მისი ქადაგება რაღაცა გამოსვლა სიტყვით, არც მსგავს ასეც შეიძლება იყო ასეთი რაღაცა, მაგრამ დღევანდელ დღეს ჩვენ ეს არ აქვს. ჩვენ გვაქვს სხვა რამე ამ კაცის ცხოვრებისა და საინტერესო ეს არის, რომ ამ სხვა რამის გამო უფრო მეტად საყვარელი გახდა ჩვენთვის, ვიდრე ის, რომ ივანე ოქროპირის ტომები გინახავთ რამდენია? მთელი განმარტება აქვს დაწერილი მთელი ბიბლიისა და ქადაგებები აქვს. არაერთი ტომებად არის ეს შედგენილი. რომელმა იცის ჩვენ შორის როდის არის ივანე ოქროპირის ხსენება ზეპირად? ბასილი დიდის შრომები გინახავთ? გრიგოლი ღვთისმეტყველის შრომები გინახავთ? მოღვაწეობას თუ შეეხება ხა ეფრემ ასურის მოღვაწეობა და მარხვა გინახავთ? რომლის ხსენება იცით როდის არის? აი ნიკოლოზისა ვიცით. ეს კი არ გადანაშაულებთ არაფერში. ეს რაღაცნაირად ისე იცხოვრა ამ ადამიანმა, რომ თავისთავად 15 საუკუნეა გასული იმის შემდგომ, რა ვიცი, 16 და აი ისევ ამ სიტუაციაში ვარ ჩვენ, რომ წმინდა ნიკოლოზი ვიცით გვახსოვს, მათ შორის ისეთ საზოგადოებას, რომელიც საერთოდ ეკლესიასთან შეხებაში არ არის და ქრისტიანობის შესახებ შეიძლება რაღაცა ისეთი ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს, ისინიც კი წმინდა ნიკოლოზს ადიდებენ გარკვეული სახით. სანტა კლაუსის მობრძანებასაც ეძახიან. მოკლედ, რა მინდოდა იცით მე თქვა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით, რომ როდესაც მოდიხარ ტაძარში და გინდა რომ წმინდანი განადიდო, სინამდვილეში წმინდანის განდიდება ხდება მხოლოდ და მხოლოდ ასე, რომ მე რაღაცით უნდა ვბაძავდე მის ცხოვრებას. და მე დღეს გამიჩნდა ასეთი სურვილი, რომ ბაძავდე წმინდა ნიკოლოზის ცხოვრებას, აი ეხლა ერთად განვიხილოთ ჩვენ როგორი იქნებოდა წმინდა ნიკოლოზი 21 საუკუნეში, როდესაც რომ ეცხოვრა მას. აი რითიც ის ძალიან ცნობილია, ძალიან ბევრი საქმით, მაგრამ ავიღოთ ერთი საქმე. ერთ ოჯახში დატრიალდა ესეთი უბედურება, რომ ისე გაღარიბდნენ, ისეთი შიმშილი ზღვარზე იყვნენ, რომ მამამ გადაწყვიტა 3 ქალიშვილი ჩააბაროს საროსკიპოში. და ამითი თქვათ ფული შემოუვა, რომ ოჯახმა ესე იგი გადაირჩინოს თავის შიმშილით სიკვდილისაგან. აი ასეთი რამ რომ ხდებოდეს ეხლა დღეს 21 საუკუნეში. იცით რა მოხდებოდა? დაახლოებით ასე წარმომიდგენია მე, რომ ერთი მეზობელი აუცილებლად დარეკავდა სოციალურ სამსახურში და ეტყოდა, რომ აი ესეთი უბედურება ხდება. მეორე მეზობელი აუცილებლად ამას სოციალურ სივრცეში გამოაქვეყნებდა და იტყოდა, რომ ასეთი რამ ხდებოდა. იქ ვიღაცა წავიდოდა და ომბუდსმენთან იჩივლებდა, ვიღაცა პატრულში იჩივლებდა. მღვდელი გამოვიდოდა, ვთქვათ, ჩემი სახით და იტყოდა, რომ ეს ცოდვა არ შეიძლება. ვიღაცა კიდე გამოვიდოდა და იტყოდა, რომ არა, ეს მისი უფლება, მას შეუძლია ასე მოიქცეს, იმიტომ რომ თვითონ უნდა გადაწყვიტოს. და წმინდა ნიკოლოზი იცით როგორ მოიქცეოდა? ჩუმად მივიდოდა და იმ თანხას დადებდა იქ, რომ ის ბავშვები არსად არ წასულიყვნენ და მონობაში არ აღმოჩენილიყვნენ. ამიტომაც იმ საუკუნეში, როცა ცხოვრობდა წმინდა ნიკოლოზი,
თუ ამ საუკუნეში, როდესაც 21 საუკუნე ეხლა დაგვიწყებთ რაღაცა იმ წარსულზე ლაპარაკს, ხშირად იტყვიან, რა განსხვავება, მაშინაც ასე შვებოდა და დღესაც ასე მოიქცეოდა წმინდა ნიკოლოზი. ის არ მიმართავდა არც ომბუდსმენს, არც პატრულს, არც ამ კაცს არ დაუწყებდა ჩემგან განსხვავებით, რომ ეს ცოდვაა და არ ჩაიდინო ეს ცოდვა. ხმას არ მოიღებდა საერთოდ, იმიტომ რომ დაინახავდა ამ კაცის ტკივილს და გაჭირვებას. ვის უფრო მეტად ტკივა ამ კაცს თავისი ქალიშვილების ჩაბარება თუ მე, რომელიც აქედან დავდგები და ვეთქვი, რომ ცოდვაა ეს და არ ჩაიდინო. ასე მოიქცეოდა წმინდა ნიკოლოზი დღესაც. ამიტომაც თუ კი მოვედით ჩვენ აქ განსადიდებლად ამ წმინდანისა, მაშინ მის ცხოვრებასაც უნდა ვემსგავსოთ და ასე უნდა მოვიქცეთ ჩვენ. ყველაფერი ის, რაც ჩამოვთვალე, ომბუდსმენია, მეზობელია, სოციალური ქსელია თუ რაც არის, ეს არც ერთი არ არის საქმე. ნამდვილი და ჭეშმარიტი საქმე არის ის, რასაც აკეთებს წმინდა ნიკოლოზი. რომ ჩუმად ყოველგვარი ხმაურის გარეშე, ყოველგვარი ტელევიზიებისა და ყოველგვარი გაშუქების გარეშე იმ შემოწირულ თანხას, რომელსაც მას თავისი მრევლი ჩუქნის, მიდის და იგდებს, სადაც აუცილებელი და საჭიროა. ამას არავინ არ ახმაურებს. ამას დღემდე რატომ ამბობენ, რომ თოვლის ბაბუა იმით ჩამოდის, ეს წმინდა ნიკოლოზიდან წამოსული ეს ტრადიციაა, რომ თითქოს საკვამურიდან ჩუმად რომ არავინ არ დაინახოს, რომ ვერავინ ვერ შენიშნოს, როგორ და რანაირად ხდება სიკეთის კეთება. აი ასეთია წმინდა ნიკოლოზი. ამიტომაც არის ის საკვირველი, ამიტომაც არის ის ასე განდიდებული ჩვენ შორის და ასეთი საყვარელი წმინდანი, რომ ის ამას აკეთებს ჩვენგან განსხვავებით. ამიტომაც საუკუნეს მნიშვნელობა კი არ აქვს, რომელ საუკუნეში იცხოვრებ. მთავარია იცხოვრო ისე, რომ შეგეძლოს ადამიანის ტკივილის გულთან მიტანა. რომ ეს ცოდვა მოუწვა, ამის თქმას რა უნდა ზუსტად ვიცი, მე ჩამონათვალე ახლა მცნებებისა, ამიტომაც ზუსტად შევაფასებ თქვენი რომელი საქციელი არის ცოდვა და რომელი საქციელი არ არის ცოდვა. ზუსტად შემიძლია შევაფასო და გადაწყვეტილებაც მივიღო, რომ აი შენ ამისთვის ეს გეკუთვნის. მაგრამ გაგიგიათ წმინდა ნიკოლოზისგან ასეთი რამ? არა. ამიტომაც დღევანდელ დღეს, როდესაც საქართველოს ასეთი განსაცდელის დღეები უდგას, როგორ შეიძლება თითოეული ჩვენგანი ვიქცეოდეთ? დავსხდეთ და ესე იგი გავხდეთ ამ კლავიატურის რაღაცა ლომები, რომლებიც დავწერთ ყველაფერს სიმართლეს, თუ ავდგებით და რაღაცა სიტყვით გამოვალთ და ვიტყვით ან ერთი მხარისას, ან მეორე მხარისას? არა, ჩემო ძვირფასებო, წმინდა ნიკოლოზი ასე არ მოიქცეოდა. წმინდა ნიკოლოზი, იცით როგორ მოიქცეოდა? ყველა იმ დაზარალებულს, გალახულს, რომელი მხარეა მნიშვნელობა არ აქვს. ყველასთან მივიდოდა და ყველას მოეფერებოდა. ყველას სანუგეშო სიტყვას პოლიტიკური განცხადებით კი არ გამოვიდოდა. ყველას სანუგეშო და მოსაფერებელ სიტყვას ეთყოდა, ყველას დაამშვიდებდა, ყველას დააწყნარებდა და ყველასთვის მშვიდობის ყოფილი იქნებოდა. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ მხარეს გაუჭირდებოდა. ყველა იმ პატიმარს, რომელსაც უკანონოდ თუ კანონიერად აქვს რაღაცა შეფარდებული, აბსოლუტურად ყველასთვის ნუგეში იქნებოდა. ყველასთან მივიდოდა და ყველას უშუამდგომლებდა სასამართლოში, ისევე როგორც ქრისტე ღმერთმა თქვა, ვინც უცოდველია, იმან ესროლოს ქვა. აი ესეთია სიმდაბლე, ნახეთ, ვინც მისთვის ქვის სროლას აპირებდა, ყველამ ეს ქვები დაყარა. ყველამ დაყარა ეს ქვები, მიტრიალდა და წავიდნენ. წმინდა ნიკოლოზის ტროპარშიც სწორედ ეს წერია, სიმდაბლითა სიმაღლე მოიგე. აი ასეთი სიმდაბლით შეუძლია ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ ის საქმე აღასრულოს, რომელიც წმინდა ნიკოლოზისეული საქმეა. ამიტომაც განვადიდებ წმინდა ნიკოლოზს, მაშინ წმინდა ნიკოლოზისეული საქმეები აღვასრულოთ. არა კლავიატურით, არა რაღაცა მაღალფარდოვანი სიტყვებით, არამედ იმ ჩუმი საქმით, რომელ ჩუმ საქმესაც ნამდვილი საქმე ქვია, რომ ადამიანები მონობაში არ ჩავარდნენ, რომ მამამ შვილები არ გაყიდოს, რომ უსამართლო საჯულმა არ მიიღოს უსამართლო გადაწყვეტილება, ესეც წმინდა ნიკოლოზის ცხოვრებაშია, რომ ქარიშხალში ამოვარდნილ ჩავარდნილ მენავეებს ნავი არ დაექცეთ და არ დაიხრჩონ და იქაც მათი მფარველი იყოს. ეს ყველაფერი მის ცხოვრებაში წერია და ამას ისე აკეთებს წმინდა ნიკოლოზი. არ სჭირდება არც ომბუდსმენი,
არც ქალაქის მერი, არც ქვეყნის პრეზიდენტი. ამისთვის სჭირდება მას ერთი რამ, ის არის ადამიანი, რომელსაც სტკივა ყველა ადამიანის გასაჭირი. ამინ. გალოცვილი და გახარებული გავყოფოთ.